კვირის თემა სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილმა საზოგადოების წინაშე საკუთარი უწყების 3 წლიანი ანგარიში წარადგინა. სახელმწიფო მინისტრის შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი საზოგადოების წინაშე თავისი უწყების მუშაობის 3 წლიანი ანგარიში წარსდგა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბოლო 3 წელს თამამად შეიძლება ეწოდოს ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ზაქარეიშვილი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამშვიდობო პროცესისთვის ხელშეწყობას მიიჩნევს, რომელიც დობის აღდგენით და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებლების ამ პროცესებში მეტი ჩართულობით უნდა მოხდეს. რა მოგვიტანა ამ 3 წლიანმა მშვიდობიანო პერიოდმა მეტი ჩართულობა და მეტი ნდობა აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებისა და საქართველოს სახელმწიფოს მიმართ ასეთი ინტენსიური, ასეთი მრავალფეროვანი, ასეთი მდგრადი არ ყოფილა აფხაზურ და ოსურ საზოგადოების ინტერესები დანარჩენ საქართველოს მიმართ და იმ სიკეთების მიმართ, რასაც თავაზობს მას საქართველოს როგორც სახელმწიფო. ერთი-ორად რო თქვა, არსებობს ფიგურალურ გამოთქვა ქართული, ერთი-ორად გაიზარდა, ერთი 100-ად გაიზარდა ჯანდაცვის მიმართ ინტერესი, როგორც სოხუმიდან, ისე განსაკუთრებით ვიტყოდი ცხინვალის რეგიონიდან. ადამიანები უკვე რამოდენიმეჯერ ჩამოდიან, თუ როცა უკვე იწურება, უკვე ის უფასო მომსახურება, რეფერალური პროგრამა, რასაც თავაზობდა მართლაც ეს არის არაკორუმპირებული, არ უფასო და ხარისხიანი მკურნალობა, რაც არც პრინციპულად განსხვავდება იმ მკურნალობისა, როგორც მათ შეიძლება გქონდეთ, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიაზე, ისე რუსეთის ტერიტორიაზე, ეს იქნება იგივე სოჩა იქნება თუ ვლადიკავკაზი იქნება. სახარო ადამიანები უკვე მეორედ, მესამედ, მეოთხე ჩამოდიან უკვე და უკვე ფულსაც კი ხარჯავენ, რათა გააგრძელონ აქ მკურნალობა. ეს არის ძალიან კარგი ტენდენცია იმისა, რომ საქართველოს მათთვის გახდა მშვიდობის, რაღაც გარკვეული სიმშვიდის და მათთვის კომფორტული ცხოვრების პირობები და მიმაჩნია, რომ სწორედ ამ მიმართულებით ჩვენ მოშიც ბევრი შედეგი გვექნება. სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და თანასწორობის საკითხებში ყურადღება გაამახვილა აფხაზებთან გამართულ არაოფიციალურ შეხვედრებზეც და აღნიშნა, რომ სხვადასხვა მნიშვნელობის საკითხებზე პოზიტიური მსჯელობა მიმდინარეობს. 7 წლის შემდეგ, წელს 2015 წელს პირველად მოხდა ამ ტიპის შეხვედრების აღდგენა. ეს ხდება როგორც წესი ევროპაში, იმიტომ რომ ამას ახორციელებს ჩვენი ევროპული მეგობრები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ ევროკავშირის სხვა სტრუქტურები და რა თქმა უნდა, პირველ რიგში ინფორმაციის გასვლა ხდება, იმიტომ რომ ჩვენ მართლა გვაინტერესებს უშუალოდ პირველი პირიდან, პირველ წყაროდან მივიღოთ რა ხდება რეალურად მაგალითად აფხაზეთის ტერიტორიაზე, რა პრობლემები აქვს და ბუნებრივია ჩვენ განსხვავებული ინფორმაციას. აბსოლუტურად არის გულახდელი საუბრები, არანაირი დაძაბულობა არ არის, იმიტომ რომ არ არის პრესისთვის, თუმცა ჩვენ არ ვალავთ რომ შეხვედრები არის, მაგრამ ვინაიდან უფრო ჩვენს კოლეგებს ალბათ აფხაზეთიდან მათ შეიძლება პრობლემები შეექმნათ მე რაზეც ამბობ, არის გულახდელი პირდაპირ საუბრები პრაქტიკულად ყველა იმ თემაზე, რაც ჩვენ გვაწუხებს და რაც მათაც უხებს ყველა თემის განხილვა ხდება ყოველგვარი პოლიტიზაციისა და დაძაბულობის გარეშე. რა თქმა უნდა, კამათი ბევრია, მაგრამ ამავე დროს, რა თქმა უნდა, შედეგებიც გვაქვს. დე ფაქტო ხელისუფლების სხვადასხვა შტოების წარმომადგენლები არიან. ეს დე ფაქტო პარლამენტი იქნება თუ დე ფაქტო რაღაც სხვა სტრუქტურები იქნება, არიან და საკმაოდ მაგალითად თანამდებობებიც არიან, მაგრამ მე ახლა ასეთ საჯარო გამოსვლის დროს არ მინდა ის პირობა დავარღვიო, რომ ჩვენ სტატუსზე არ ვლაპარაკობ და ლაპარაკობთ მხოლოდ ან თემებზე, ან ციტირებას არ მოხდეთ, მაგრამ არ გვინდა რომ ჩვენ დავხვდებით, რომ ეს არის ჩატეხაუზის პრინციპი და მონაწილეობთ ყველა როგორც პიროვნებები და არა როგორც სამსახურის წარმომადგენლები, თუმცა ის რომ მე რო ვარ იქ, რა თქმა უნდა, რაღაცას ნიშნავს ალბათ, არა, ისევე იქედანაც არის ხალხი რაღაცას ნიშნავს. ჩვენთან ინტერვიუში პაატა ზაქარეიშვილი ნატოს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც ნატოს გენერალური მდივანი რუსეთს აფხაზეთისა და ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების გაუქმებისკენ მოუწოდებს. ნატოს გენერალური მდივნის შეფასებით რუსეთი დღესაც არღვევს საქართველოს საზღვრებს. როგორც პაატა ზაქარეიშვილმა განაცხადა, ეს განცხადება მნიშვნელოვანია, რაც საქართველოს სამშვიდობო პროცესის მხარდაჭერას ნიშნავს. ესეთი განცხადებები ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის და ბევრს გონია რომ ეს არაფერი არა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ რეგულარულად წამყვანი სახელმწიფოების ლიდერები, წამყვანი ინსტიტუტების ლიდერები, შემთხვევაში ნატოს მუდმივად მოუწოდებენ რუსეთს, რომ მან უკან წაიღოს აღიარება. ეს პირველ რიგში ნიშნავს იმას, რომ მათი პოზიცია კაფეოთ ასეთია და მეორე რომ ისინი ამით ცალსახად აღიარებენ რომ საქართველოს მიერ ოკუპირებულ ტერიტორიები მათ ყოველთ მიუღებელია და ეს ასე არ დარჩება. ამიტომ ეს არის სამართლის დონის განცხადებები და ამ განცხადებები ჩვენ ვხედავთ რომ ჩვენს მიმართ დამოკიდებულება არ იცვლება
პირიქით მყარდება იმართულებით, რომ საქართველოს ხარდასაჭირო დაუჭიროს ცემა სოფლიომ და ისეთ ინსტიტუტებს ნატო რო ხას უჭირს, თუნდაც ძალიან სერიოზული мотиваცია ჩვენთვის, რომ გავნადო სამშვიდობო პოლიტიკა, იმიტომ რომ ეს არის შეფასება ჩვენი სამშვიდობო პოლიტიკისა, რომ ნატო ხედავს, რომ საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა იძლევა აძლევს საშუალებას რუსეთს ხელახლა მოუწოდოს, რომ მისი აღიარება არის ყოველდღიურ მიუღებელი, დაუშვებელი და არც საფუძველი არ გააჩნია მას.